ჩვენ ახლა ჩამოვედით სალონიკის აეროპორტში. არ ვიცი, ძალიან კარგი შეგრძნება. ესეც მე ცოტა დამშვიდობულ დაწყმარებული ემოციებისგან რაც მოზღვავება მქონდა აეროპორტში და როცა დაჭდა თვითმფრინავი. არ ვიცი, ესეთი არასდროს არაფერი არ დამმართნია, სადაც არ წავს უარ. და მოკლედ მოვედით ახლა სახლში. აქ ცხოვრობდით 1 წლის განმავლობაში. ეს არც სასტუმროა და არც ბინა. არის აპარტამენტის სტილის ნუმრები, გაკეთებული როგორც სასტუმრო. და მოკლედ არის იდეალურ ადგილას, სალონიკის ყველაზე ცენტრალურ ადგილას, ამიტომ ყოველთვის თამამად ვუწევ რეკომენდაციას, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ჩემს ირგვლივ ნაცნობი, უცნობი სალონიკზე რჩევებს და პირველ რიგში ვეუბნები ხოლმე, რომ აქ წამოვიდნენ დასარჩენად, ბუკინგზე დევს, მე მგონი Airbnb-ზეც დევს და მოკლედ დავაწერ სახელს თუ რა ქვია ამ აპარტ ჰოტელს, ესე ვიტყოდი. ჩვენ აქ ცხოვრობდით 1 წლის განმავლობაში და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ჩვენს აქ მოხვედრას, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა გადაწყდა, რომ სალონიკში კიდევ 1 წლით ვრჩებოდით, მაგრამ იმ პერიოდისთვის უკვე სახლი გვქონდა დაბრუნებული, რომელიც გვქონდა ჩვეულებრივად ნაქირავები ბინას ვერ ვპოულობდით. არ ვიცი რანაირად, მაგრამ ამ ქუჩაზე ვსეირნობდით, აქ ვცხოვრობდით გვერდზე ქუჩაზე, ალბათ 200 მეტრია ჩვენს წინა ბინამდე. და აქ არის ერთი ავეჯის მაღაზია, სადაც ვიტრინაში დავინახე რაღაც ნივთი, რომელიც ძალიან მომეწონა და სახლში რომ მივედით, მაგ პერიოდში უკვე სასტუმროში ვცხოვრობდით დროებით და მომინდა რომ ეს მაღაზიის საიტი მენახა, ამიტომ რუკაზე მოვძებნე ის ადგილი, რა თქმა უნდა, თვალდახუჭული ვიცოდი, სადაც იყო ეს მაღაზია და ამ მაღაზიის ძებნის პერიოდში Google Maps-ზე ამომიგდო ეს საწოლები რომ არის ბინები და სასტუმროების ლოკაციები. და რამოდენიმეს დავაჭირე გავხსენი, რომ მენახა იდეაში ესე არის ხოლმე ლოკაციები იმ ბინების, რომლებიც შემდეგ ძირითადად Airbnb-ზე ქირავდება და აი სულ შემთხვევით ამომიგდო ეს ადგილი. ეს საცხოვრებელი. ამ ბინის მთავარი დადებითი მხარეები იყო ის, რომ ვინაიდან არის სასტუმრო სტილით და დღიური გაქირავებისთვის მოწყობილი, ესე რომ ვთქვა, შესაბამისად არის დალაგებაც და მოკლედ ძალიან მაღალი სტანდარტებია. გამომდინარე იქიდან, რომ სალონიკიც უკვე საკმაოდ ტურისტული ადგილია და კონკურენციაც ძალიან დიდია ამ ბინებში. შესაბამისად, როგორც ვატყობ, უკვე ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ თავიანთი აპარტამენტები, ბინები მოაწყონ ძალიან მაღალი სტანდარტებით. და ვიტყოდი იმასაც, რომ ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილებით, რაც სალონიკში გვიცხოვრია და სასტუმროებთან მქონია შეხება და ზოგადად საბერძნეთშიც სასტუმროები არის ძალიან დაბალი დონის. შეიძლება იყოს 4-5 ვარსკვლავიც, საკმაოდ ძვირიც ღირდეს, მაგრამ ადგილზე რომ მიხვიდეთ, არანაირად არ შეესაბამებოდეს 4 ვარსკვლავს. და რა შეეხება ამ ადგილს, ჩემთვის უკვე შეუცვლელია და ალბათ რამდენჯერაც ჩამოვალ ამ სასტუმროში, ამ ბინებში მოვალთ. ვერ გავიგე, ბინა დაუძახო, არც ბინა, არც სასტუმროა. ნიკა რა დაუძახო ჯოლენეს. აპარტ ჰოტელში, ხო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბინების არის ადგილმდებარეობა პირველ რიგში, იმიტომ რომ არის ციმისკიზე და ციმისკი არის ერთადერთი მთავარი ქუჩა სალონიკში ვიტყოდი ალბათ. რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ქუჩებიც, მაგრამ ეს არის მთავარი ტურისტის სამოძრაო ტერიტორია, ესე რომ ვთქვათ. სალონიკში ადგილს მნიშვნელობა აქვს, არის ადგილები, სადაც უბრალოდ არ უნდა იქირაო, არ არის ხა ისეთი საშიში, მაგრამ უბრალოდ არ გესიამოვნება თან გოგოები თუ ჩამოდიან რაღაცა ესე. მით უმეტეს მოკლედ არის ადგილები, სადაც დიდად ღამე ესეირნობა და სახლში დაბრუნება ცენტრიდან არ გესიამოვნება ფეხით. მოკლედ ძალიან ბევრი ჩამოსული ემიგრანტია, არასახალარ ბიოლო საქმეს რო აკეთებენ და შესაბამისად დიდად კომფორტული არ არის ხოლმე ეგეთ ქუჩებზე სიარული, სადაც ისინი არიან დაბუდებულები. ხო და
ძალიან ასისტივით კი გამომდის, მაგრამ რა ვქნათ, ახლა ისეა მსოფლიოში ეს მდგომარეობა, მაგრამ მსგავს ხალხს ვერ ნახავთ, ცოტა საშიშ ხალხს ვერ ნახავთ, სიცოცხლე საშიშ ხალხს ვერ ნახავთ ციმისკიზე და სალონიკის ცენტრში. შესაბამისად, მოკლედ ადგილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც არის ეს ბინები გაკეთებული. გულისხმობ არა ინტერიერს და ასე შემდეგ, არამედ აი თუნდაც დასუფთავების კუთხით და ასე შემდეგ. ეხლა იცით რომ უკვე სამი სასტუმრო გამოვიცვალეთ და 3 ქალაქი. მაგრამ ჩემთვის მაინც აი ყველაზე კარგად და სახურად და სუფთად ალბათ იმის ფრალია რომ აქ ვიცხოვრე. მაგრამ არის ეს ადგილი, არ ვიცი. ვიცი მოკლედ როგორც ალაგებენ რანაირადაც ესენი ყველაფერი იცვლება, როგორც კი დივნის გადასაფარებლებიც კი იცვლება, როგორც კი გადის სტუმარი ბინიდან და უკეთ ყველაფერი არის ძალიან მაღალ დონეზე, ჯაგრესებიც კი დაგვხვდა, ჩუსტები, პირსახოცები თავისთავად, შამპუნები, მოკლედ აი ყველაფერი რაც არის ხოლმე ძირითადად სასტუმროში. პლუს ამას ძალიან კარგი კომუნიკაცია, ლოქერები, self-check-in და მოკლედ ძალიან ბევრი კარგი რაღაც და დადებითი. თან პლუს ამას ქართველი ძალიან კარგი გოგოები არიან და ნებისმიერ რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რომ უანგაროდ ესე დაეხმარებიან რჩევებში, ვინც იქნება მაგათი სტუმარი. მაგრამ ქართველების არ არის ბერძენის არის ეს მთლიანად ისინი უბრალოდ ჰოსტესად მუშაობენ. ხო და არ ვიცი, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ადგილით, მინდოდა ყოველთვის რომ გამეზიარებინე და მინდოდა ხოლმე რომ ბევრჯერ ესე მეთქვა და მithქვამს კიდევაც და არ ვიცი კიდევ რა ვთქვა. ხო, სხვადასხვა სტილის ტიპის ოთახები აქვს და კარგი არის ეგეც, რომ აქვთ როგორც ჩვეულებრივი სტანდარტ ოთახი, რაც არის ხოლმე იდეაში სასტუმროებში, მხოლოდ საწოლი პატარა სამზარეულო კუთხით და არის შემდეგ უკვე ეს ოთახი, მსგავსი ოთახები, ახლა ჩვენ როგორიც ვართ, არ მქონდა მოლოდინი, არც მკითხავს როგორი ოთახი იყო, სად იყო, რომელ სართულზე იყო, ვიცოდი რომ ძალიან კარგი იქნებოდა. და მსგავსი ოთახებიც აი ცოტა მისაღებით და ცალკე საძინებლით, არის ორსაძინებლიანი ოთახებიც და ძალიან კომფორტულია, ბევრი როცა მოგზაურობ და საკმაოდ კარგი ფასიც გამოდის. ასე რომ ეს ნაწილი უფრო დიდი მინდოდა ყოფილიყო ვიდრე სხვა სასტუმროების, ვინაიდან სალონიკში უფრო ბევრი ადამიანი ჩამოდის, პრინციპში იმ ქალაქებშიც ბევრი ჩადის, სადაც ვიყავით, მაგრამ მაინც სალონიკში, რადგან ქუთაისთან არის პირდაპირ თან ძალიან ბიუჯეტურად ფრენები და ჰალკიდიკში ძალიან ბევრი დადის მით უმეტეს სეზონზე და პრინციპში არა სეზონზეც ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის აქ. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იცოდეს ამ ადგილის შესახებ, თუ იქნება რა თქმა უნდა თავისუფალი, იმიტომ რომ სულ არის ხოლმე გადავსებული და ბუკინგზეც ძალიან ხშირად აქვს ხოლმე, ამიტომ დაკეტილი. ეხლა ჩვენ ამოვლაგდებით, ხელები დავიბანე, მეტი არაფერი არ გამიკეთებია და აქ წამოვიჯექი, რომ მინდოდა ყველაფერი მეთქვა. და რა ვიცი, იქნებ მოვასწროთ დღეს გასერნება, ჯერ 9 საათია და ერთ გასერნებას ცენტრში მე მგონი დღეს მოვასწრებთ და ხვალიდან უკვე ესეთი გეგმები მაქვს გოგოების ნახვა, სეირნობა და რა ვიცი, ნახოთ აბა რა იქნება ხვალ და ზეგ უკვე საღამო სამწუხაროდ მივფრინავთ, თუმცა მაინც ზეგ მთელი დღე გვაქვს საღამომდე. ასე რომ 2 დღე გამოდის ფაქტიურად 3 ღამე არა, 2 ღამე და 2 სრული დღე გამოგვდის სალონიკში. ნიკა თუ გინდა გადავცვალოთ ბილეთები, რა ვიცი. როგორ ისმის ჩემი ხმა? რამდენი დღე ვუყურე ზღვის ხეთს, მაგრამ იტალიის მერე სალო სანტორინის მერე ორი პორტ აი მენი კაიძახის რა სიაფეა იტალიის და სანტორინის მერე აქ რა მოგიყვანა შედალოცვილო დენი პასტა ვჭამეთ ამ იტალიაში მაგრამ არ ვიცი კიდე პასტა მოგვინდა და მოვედით მაკარონინოში რომელიც გვერდიც არის მაილო რომელიც მე უფრო მიყვარს ვიდრე მაკარონინო მაგრამ ჩემს ქმარს უნდა მაკარონინო და ვეცი პატივი მე მაილო უფრო მომწონს მაილო არის პრო ფასტ ფუდი ყუთებში აკეთებენ ძალიან მიყვარს ითაური პასტა მაგრამ ხო ნიკამ რო თქვა რა სიაფეაო მეგონა რომ ცოტა აზრ მეტებდა და ეხლა რო გადავშალე ეს მენიუ კარბონარა 9 ევრო ამატრიჩიანა 8 ევრო და 90 ალფრედო 8 ევრო ბოლონეზე 8 ევრო მართლა 8 ევრო წყალს ვერ შევამდით მე მგონი 6 ევრო ხედა ყველა კოკოლა რა ღირს აქ და მაგით მივხვდები 3 ნუ ხო кайფასია ან ადამიანები ვისაც мотивация ჭირდება საერთოდ ხო ნამშენად ისე უკვე რა ჩემი ლენი დისტრიღუნა პანორამატოს რანაირად დაგავიწყდა
ძალიან უცნაური სალონიკში ტურისტულად ყოფნა. ეს არის სლავენიცი, ეს არის ჩვენ წინ ეკლესია იყო, აქ შევხვდით აღდგომას ორჯერ. ეს არის ჩვენ სადაც 3 წელი ცხოვრობდით მიტროპოლეოზე მოვდივართ ახლა. ტელია, ინე ტელია, ფსიხეტელია, მაგარია სალონიკი დამტოვეთ ახლა ვინმე მაგ. იცით რა არის? ვიზე არის, სულ რა უქმებს ამფრენებს, სულ რაღაცებს ურევს. ეხლა რა ურევს, რა მოხდება? მე არ მეწყინება, ვიზე არის, ურიე რამე. სად გავისე? ციმისკიზე. ციმისკიზე. ხო, თუ ვინმე ვიზერში მუშაობთ ეს ვიდეო რა დაიდება კოგვიანი იქნება, მაგრამ ძალიან გთხოვთ რამე აურიეთ რა. გადაცვალეთ ფრენათან, ჩემს მას 19-მდე აქვს. ასვენებენ ვარჯიში, მაგრამ ირბინოს პარალიაზე. და გამოვედით გარეთ 12 საათია. არაფერი არ გვაქვს გეგმა, უბრალოდ დავლევთ ახლა ყავას და ვისაუზმებთ და შემდეგ არის ვიბოდიალებთ. მე უნდა ნახო 4-ზე ნინო და 6-ზე მარი. ამიტომ ეს არის ჩემი მთელი დღის გეგმა. ახლა მინდა რომ 4-მდე რაღაც ბევრი რაღაც მოვასწრო. შევათვალიე რომ მაღაზიებში თუ რამე არის ისეთი საინტერესო რაც ჩვენთან არ არის. სხვა შემთხვევაში წამოღება უბრალოდ არ ღირს. და არ ვიცი. ესეთი გეგმებია. წავიდეთ დღეს გოგოები ვნახოთ საღამოს. ვიყიდე მე თაკოს საყვარელი და ჩემი საყვარელიც სპანაკოპიტას მსგავსი ფეტათი. უღაცა მინდა გავსინჯო, ნორმალურად არც მოქვს განასინჯი და იქამ კულური. წავალთ ახლა კაფეში, სადაც უამრავი დრო გვაქვს გატარებული და უამრავი გვაქვს ნაჭორავები. რადგან ჩვენს კორპუსთან იყო. ესეც ჩვენი ყოფილი კორპუსი, სადაც თითქმის 3 წელი ვიცხოვრეთ. ოღონ ქვედა მხრიდან აქვს შესასვლელი. ამ ჩვენი კორპუსის ქვემოთ იყო აქ ძალიან კარგი კაფე. აქ ძალიან ბევრი ხალხი ისხდა. და ძალიან უყვარდა ამას კოქტეილი Lady Gaga. და ეხა იხსნება ახალი კაფე. თუ აიბი ქონდეს სულ ასე ყოველი ხალხი, შუახნის ხალხი ისხდნენ. საუბრობდნენ კოქტეილსავე. ჩამოვეცნოვიდე, ხო ეს იყო ჩემი კორპუსი, ეს იყო ჩემი ბინა, ეს იყო ჩემი ქუჩა. მთელი ცხოვრება. ამას მოსმენასაპირებთ. ეს არის ჩემი ქმარი, რომელიც ამ ქალაქში შევიძინე. ეს არიან ჩვენი მოხუცი კაცები, რომლებიც ახლებიან არძველი ერთ-ერთი რა ამ წუთას. აი ეს ბიჭიც დახვდა. შენი მეგობარი ბიჭი დახვდა. ვლოგის დამონტაჟებას რომ დავიწყებ, მე თვითონ არ ვიცი რა წარმოდგენა, მე თვითონ არ მაქვს წარმოდგენა რა ემოციები მექნება ჩემს ვიდეოების ყურებისას. იმიტომ რომ თან ვაცნობიერებ რომ ძალიან ჩურჩუტი ბავშვით ვიქცევი და ვლაპარაკობ. ცოტა სულელურად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა ჩემი ემოციების დავალვა, რომელიც მაქვს ახლა მართლა. ალბათ სადაც არ უნდა ვიცხოვრო, რამდენად მაგარ ქალაქშიც არ უნდა ვიცხოვრო. სალონიკს ვერაფერი ვერ ჩამინაცვლებს. ესე მგონია. მაგრამ ეგრე თავიდან ისიც მეგონა, რომ როგორ შეიძლება სხვა ქალაქი და სხვა ქვეყანა გახდეს რაღაც შეთვის ძალიან სახური თქო. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცი, ბევრი ნაცნობი არ მყავს, გოგოები მყავს მარტო. ალბათ მაქსიმუმ 7-8 ადამიანს ვიცნობ მთელ სალონიკში. მაინც ისე ვარ, რომ ძალიან მომწონს აქაურო. ვიცი. ამ ბიჭის ყავა ძალიან მოსწონდა ჩემს და მე მაშინ ფრედო ესპრესოს არ ვსვამდი. ლატეს, ცივ ლატეს რომელიც გეკეთებათ მე მასწავლე, იმიტომ რომ აქ არ ლატეს არ უყეთებ და ცივს ავარავდებ საფრთხეში. ხო. ყველაზე ძალიან უხდება ამ ფრედო ესპრესოს წვრილი საწმყო. ოღონ აუცილებლად პლასმასის. ხო, ძალიან ცუდია, მაგრამ სადაც პლასმასის არ არის, აი ძალიან წუხდები. ეხლა მივდივთ ჩვენი საუზმე.
რომელიც არის one of my favorite activity სალონიკში. აი ესე აქ ჭამა. ой. გადავისხი. ეს ნიშანია რომ არ უნდა წავიდე სალონიკიდან მალე. თუ გარიცხო და გარშვა მოასწროს და ხოლმე უნდა იგვერ მოესწრება ლიკო. ირად გადავისხი. გაპრანჭული ვიყავ. მე სახსწავლელი არ ვარ, ესე ვივლი. მე ნინოს ანახავად როცა ენასზე. მიწება ხალხი ალბათ რომ ესე არ გამოვედი სახელი. ვიდეო სალონიკის outlet mall-ში. რაღაცები მინდა შევათვალიე რომ იქნებ კარგი რაღაცები ვიპოვოთ. და წამოვალთ მე სახლში და მე გოგოთ. ძალიან მაგვიანდება, ძალიან მეჩქარება და ჩემი ქმარი კიდე ნახულობს და მოსვას რაღაცები. გამოვყევი ფეხსაცმელი იყიდა, მაისურები იყიდა და მე ვერაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი. დრო არ მაქვს რომ მოვისინჯო მოკლედ რა და ვერ ვასწრებ ესე რომ თქვა და იქნებ ხვალ კიდე გამოვიდე თუ არა და ციმისკიზე გავივლე ხვალ და იქ ვიყიდე რაღაცებს. ესე იგი გამოვიქეცი, გამოვქანდი. მინდოდა რომ მოწესრიგებულიყავი, გავბრანჭულიყავი, გოგოებთან ერთად გავსულიყავი, ლამაზად მოწესრიგებული, მაგრამ ვერა, კაბაც კი ვერ გავაუთოვე. დაკუჭული კაბით ვარ გასული. ცოტა ხანი ვალოდინე ნინოს ნახევარ საათი, კი არა მეტი, 1:00 და მოკლედ ესე ნიკას მაღაზიებში ბოდიალის გამო. ესეთი ბრჭყვიალა ბრტყუიალა ვარ. კაბის ჩაცმა ძალიან მინდოდა ამ მოგზაურობაში. ეს ჩანთა მეყვარს. სანდექსა რომ outfit checks ვაკეთებ თუ ატყობ. ან მივრბივარ. აი ეს ჩანთა ძალიან მიყვარს და 2 წელი წინ ვიყიდე, ალბათ არასდროს არ მკეთებია. არ ვიცი რატო ხან არ მახსოვდა რომ მქონდა და სხვა დროს კიდე უნდა შევხარო მორამეს ისეთია ცოტა პრეტენზიული. ვინ არის ეს მონაზიკო? ეს არის ჩემი ლამაზი მეგობარი, რომელიც შევიძინე სალონიკში და სულ ვამბობ ხოლმე რომ 4 წელი სალონიკში ცხოვრება. ღირდა ესეთი კარგი მეგობრების შესაძენა, როგორც არის ნინო, მარი, ნატო, არ ვიცი, ძალიან კარგი მეგობრები მაჩუქა ამ ქალაქმა, კარგ მოგონებებთან ერთად. გეთანხმებით. სიმფონომა ზისუ. ეც ეკრიბოსობას დაიპეს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით სალომეს და თაკოს მაყურებლებო. სალი როგორ ყავს სალი? კარგად მენატრება ძალიან. მოკლედ. ჩამოგვაკითხა სალომემ. მე თქვენ გამოვარ ჩამოსული მოიწოდეთ თუ ხდებით. კი. სალონიკი ოდოს სიმისკი. არ ვარ მაგრამ. პარალიაზე ხო ვართ? ხო და მოკლედ subscribe სალომეს და თაკოს კანდე like, subscribe და კაბანაკი. არ ვიცი. როგორ მოგენატრე მაგალითად. ძალიან მომენატრე. და შეიცვალა ჩემ საქართველოში რა დაგაკო. აი ეს დღევანდელი სიტუაცია რა მართლა რომ გავიდეთ, ვიჭორავოთ, ერთმანეთს სტიმული მივცეთ. სექტემბერში მიდიხარ საქართველოშიც? ერთი თვით. მართლა? საქართველოში მარი შენ მე არ ვიცი. გადაპირო შეიძლება ახალ წელს, შეიძლება ოღონდ. შეიძლება მოაშორე. შეიძლება. აი როგორ წერდით სულ რომ ჩამოდი მეც ხომ მინდა ეგრე რომ ჩამოხო. არ არის ესეთი ადვილი, მაგრამ ვეცდებით. არა უბრალოდ გახსოვს ჩარშან რომ მაგარი დრო გავატარეთ საქართველოში? კი ძალიან მაგარი იყო. მე რომ ხო ნინო არ იყო და გვაკლდა ძალიან, მაგრამ ეხლა გეტყვით, მე რომ აქ ცხოვრობდი, ყოველ ორ თვეში დაფრინავდა ეს განსაკუთრებით საქართველოში. და ეხლა ერთი წელი არ ჩამოსულა. კი, მარი, სულ საქართველოში მიდიოდი. წელში ერთხელ ყოველთვის.
მოკლედ ძალიან კარგია მეგობრებთან ერთად სეირნობათან სალონიკში, მაგრამ საქართველოშიც იგივენია. საქართველოშიც და იგივენია. ჩვენი პირველი შეხვედრა რო იქ მოხდა ლიმანში, გახსოვთ? აი, ყვები ჩვენი გაცნობის ისტორიას ვიწყებს თავიდან. მოდით. ესე ვსკროლავდი TikTok-ზე და მომიგდა შენი ვიდეო. აქ ლევკო პირღოზე იღებდი რაღაცა ვიდეოს, აღარ მახსოვს ახლა სიმართლე რომ გითხრა. ცეკვავდი სავარაუდოდ და მაშინ ვლოგებს სავარაუდოდ და თან ალბათ რაღაცა ეწერა რომ new life in Greece ან რაღაცა ესეთი. ხო, და ანუ მოკლედ სახელზე მივხვდი რომ ქართველი იყავი, შევედი შენს პროფილზე, გადავუგზავნე ნინოს და ვამბობ რომ ანუ ეს კარგი გოგო ჩანს მეთქი რაღაცა. მართლა ანუ სხვა ვიდეო გადმომიგზავნია ესე ქართველის ვინმესი რაღაცა. რაღაცა ესე გადავგზავნე და მე ვთქვი. რაღაცა კლიკ მოხდა. ხო, მე ვთქვი, შეიძლება ახლა ესე რომ მივწერო, თან გოიმურად გამოჩნდება. და თან შეიძლება არ უნდოდეს რომ გავიდე თან რაღაცა. შენ მომწერე ტექსტი შენი იყო, ეს არ მეკითხავს არასდროს. ვისი? როგორ რა, შენი. შენი ვისი იქნებოდა? და ორგანიზებული იყოს, ხო ესე ვერ იქნებოდა. შემდეგ. ხო, და ანუ ვიფიქრე რომ მოდი ჩვენ გვერდიდან მივწეროთ მეთქი რომ ანუ უფრო ისეთი თავისუფლება გქონოდა პასუხის რომ თუ უნდა რომ გამოვიდეს, იტყვის ოკეი, მაინტერესებს, თუ არ უნდა და როგორც საქმეზე იტყოდი უარს, ესე იტყოდი მაგაზეც. რამდენი უფიქრი ამ გოგოს? ხო, არ მინდოდა რომ შემეწუხებინე. საყვარელი ხარ. მე რენინო თანაჩენი კარგია. მარია კარგი ისტორიების მოყოლე. კარგი გაგრძელე. არა, ნინო თქვას. არა, რა ვთქვა? როგორ გაგრძელდა მე? კაი, მე მოგწერეთ რომ შევხვდით. ძალიან კარგად გაგრძელდა. რა ვიცი. 5 წელია უკვე. აი ესეთი გავიდა? კი, 5 წელი გავიდა და მე გუშინდელი დღესავით მახსოვს, როცა მომწერეს და მითხრეს რომ თავიანთი მაღაზია ქონდათ, თუ რა ქვია, სამკაულების. და რაღაც შემოთავაზების მსგავსი, მაგრამ იდეაში მე მაშინ არ ვიყავი ან TikTok-ერი, ან ისეთი რომ გამეკეთებინა რამე ვიდეო მსგავსი. TikTok-ერობდი კი, მაგრამ მაინც არ მქონდა მსგავსი კონტენტი. და დავთანხმდი არა თანამშრომლობაზე, არამედ შეხვედრაზე. რაღაც ცოტა ორაზროვანი ტექსტი იყო, თანამშრომლობაც იყო და შეხვედრაც იყო. მე რა შემხნდა სამკაულების გარდა მოკლედ ამ შეხვედრაზე. სამკაულები მის მე აღარ გიხსენებიათ არასდროს, არასოდეს. მე იმიტომ არ გიხსენე რომ როცა თქვი რომ ოკეი გავიდეთ და რაღაცა არ დავაკანონეთ რომ ან ფოტოსესიაზე გავიდეთ, ან რამე ესეზე, მიხვდი? დავაკანონეთ რომ გავიდეთ რომ ერთმანეთი გავიცნოთ. არ გვიხსენებია რომ არ გვითქვია რომ აი ხო მე მინდა რომ სურათები გადავიღო ან რაღაცა და არ მინდოდა რომ არც ნინოს და წარმომიგინა რომ დაგვეძალებინა რომ მოდი სურათები გადაგიღოთ და მაინც. ეს რამდენს ფიქრობს? ტვინი ამტკიდა რომ გამდე ცოტა ფიქრობ. მოკლედ შევხვდით ნატოც იყო ჩვენთან ერთად მარის და აი აქ გავიცანი. აი აქ ხო ერთმანეთი შემდეგ წავედით კაფეში ძალიან სასიამოვნო დღე გავატარეთ. ძალიან კარგად მახსოვს ეგ დღე. ოღონდ არ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ. ყველაფერზე, ყველა თემაზე მე მგონი. ალბათ რო საქართველოში ახალგაზრდებზე აქ ან რაღაცა ისეთი ის არ მახსოვს. პირადად რა ვილაპარაკეთ ეგ კი ვიცი, მაგრამ არა, რაღაცებს გვეკითხებოდი შენ საბერძნეთსა და ჩვენ გეუბნებოდით რომ აი ეს მაგალითად ესე არის ისა. რაღაცები არ მოგწონდა და გიხსნიდით რომ ესეა, ხო და მე არ მომწონს და ერთი თვის მერე აუ რა მაგარია. თავიდან მაგარი ჯახი მქონდა გახსოვს მე საქართველოს კბილებით დასაცარია არ არის, მაგრამ ხო აი ესენი აქაურობაზე შეყვარებულები მე საქართველოსთან ჩამოსული ძალიან მაგარი იყო. მოკლედ და ესე გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა 5 წელია. მე ნატო ჩვენთან ერთად იყო რა თქმა უნდა ამ მთელი წლების განმავლობაში დავიმატეთ თაკოც და ესე ვართ ახლა ხუთეული დიდი სამეგობრო სალონიკში, სადაც ვიცი რომ მელოდებიან. და თქვენ იცით რომ მე გელოდებით საქართველოში სულ. ამ ესე ბედნიერი დღე იყო, არ მეყო ერთი შეხვედრა რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად ვიმყოფინებ ცოტა ხანი, რომ გამოყვეს თქვენი ცოტა ხანი გაყვეს ეს დღევანდელი ის აურა. ხო. Λοιπόν, γεια σας! Καλή συνέχεια! Γεια σου!
აი ეს არის Smilo, რომელიც არის სალონიკის ცენტრში და შეგიძლიათ თუ მოგშვილდებათ და არ იცით უცებ რა ჭამოთ, მიირთვათ Milo. მაგრამ იმდენი კარგი საჭმელია საბერძნეთში, რომ ჭკვიანი ადამიანები ბერძნულ საჭმელებს ჭამენ, როცა ტურისტულად არიან ჩამოსულები. მაგრამ ახლა მე გიროს ვერ შევჭამ რესტორანში, მარტო ვერ წავალ თან 11 საათია და ამიტომ ახლა უნდა ვჭამო ეს პასტა. ესე სულად ცხოვრებაში არ ვყოფილ ვარ. დღეს გვაქვს ფრენა და დღეს აღმოჩნდა რომ აქვს კოვიდი. იმიტომ რომ ნიკა ცუდად იყო ეს წინა დღეები, მაგრამ ვერ ვიფიქრეთ და ვიფიქრეთ რომ სანტონიზე რადგან ქარი იყო ყოველ საღამოს, მან შინ გაცივდა. მაგრამ მე დღეს ისე ცუდად გავხდი, მაღაზიებში ვიყავით. დილით ჩვეულებრივად ვიყავი. ყავა დავლიეთ, ერთ მაღაზიაში შევედით, მერე მასიმო დუჩი შევედით, რაღაცები ვიყიდე, მოვისინჯე და ძალიან კარგად ვიყავი და ნიკამა გადასახდელო დრო იდგა რიგში, უცებ ისე შემცივდა და ვიფიქრე რომ ეს კონდიციონერების გამო, მაგრამ უაზროდ შემცივდა. გამოვედი გარეთ, ძალიან თბილო და მე მაინც მციო და ვერ ვთვებოდი, უცებ ალბათ ამიწია სიცხე და ამის პარალელურად დამეწყო საჯდომის ზულების ტკივილი. ძალიან. ეს ერთდროულად იმდენად ცუდად გავხდი, რომ ვერ წარმოვიდგენდი, მივდიოდი მოულშინა წავსული, უკეთ რაღაც თქმები რაც მქონდა, ვერაფერი ვერ გავაკეთე. მაგრამ მაგას ვინ დარდობს, ძალიან ცუდად ვიყავი და ვარ. ფეხები ისე მეწყოდა, მეგონა რომ ცხელ ასვალზე დავდიოდი. და მეგონა მართლა 42 სიცხე და შემეშინდა ცოტა, იმიტომ რომ მაგ ხელა სიცხით ფრენა არ მინდოდა. დარჩენით ვერ დავრჩებოდი ფიზიკურად, რადგან ეს სადაც ვართ აქაც ადგილები არ არის. ბილეთსაც ესე უცებ ვერ გავცვლით. ნიკა უნდა იბარჯიშოს აუცილებლად და ბევრი მიზეზია რა. მე ძალიან არ მინდოდა წამოსვლა ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ერთადერთი და გზაში რა ვინმე არ გადავდო, მაგრამ ერთადერთი რითაც გულს ვიმშვიდობ არის ის, რომ ვერ გამიკეთებინა ეს ტესტი, ვერ გავიგებდი შესაბამისად, ეხლა რადგან გავიკეთე, ბევრად უფრო ფრთხილად ვიქნები და ვიყიდე რესპირატორი 10 წელი. ყველაფერი მაქვს მომარაგებული, რაც მეტნაკლებად მაქსიმალური დაცვისთვის შემიძლია რომ გავაკეთო. საბედნიეროდ ჩვენი მანქანა არის ქუთაისში, დამიტოვა მანქანა, მამა უნდა დამხვედროდა ქუთაისში, მაგრამ რადგან ესე ცუდად გავხდი, თვითონაც ქუთაისში იყო და ვთხოვე რომ დაეტოვებინა მანქანა და წასულიყო თვითონ თავისით. თავში ყოლა დახვდები, მაგრამ რაც მინდოდა მაგას რომ გადაედოს და რამე მთელი 3 საათი გზაში ერთად და მოკლედ ძლივს ხვეწნით გავუშვი თბილისში და კარგია რომ ჩემი მანქანა მაინც დამხვდებოდა ეს ომნიბუსში 3 საათი აღარ მომიწევს კიდე ესე ეკრებზე ყოფნა და რაღაცნაირად შევეცდები რომ მაქსიმალურ დისტანცია დავიჭირო ამ ხალხთან ამ აეროპორტში და თვითმფრინავში როგორმე ვიპოვე ცარელ ადგილს და იქ ვთხოვ დავიჭდე ან რამე არ ვიცი იქა მოვიდა მე ხა გავალთ 10 წუთში სასტუმროდ კვდები მოვიდა აეროპორტში მე ერთ უცებ